მნიშვნელოვანი რამ უნდა თქვა ჩემი აზრით. უკრაინას რამდენიც არ უნდა ვეცადოთ შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის გაправება, უკრაინას არ ხავს, არც ახლა ხავს შეერთებული შტატების სახით სანდო, მყარი, ურყევი პარტნიორი. არა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეერთებული შტატები მოცემულ ეტაპზე ხეს რა რიცხვიც არის. 18 რიცხვისთვის. მას არ ეხმარება შეიარაღებით. არც იმას ნიშნავს, რომ უკვე მომავალში, ერთ თვეში, ორ თვეში, სამ თვეში აუცილებლად არა დაეხმარება. არც იმას ნიშნავს, რომ შეერთებული შტატები აუცილებლად უპირობოდ გადის ამ პროცესიდან, მაგრამ შეერთებული შტატები დღევანდელი ადმინისტრაცია ცალსახა მხარდამჭერი უკრაინისა უნდა ვაღიაროთ, რომ არ არის. ამის ნათელი დასტურია თუნდაც დაახლოებით 1 კვირის წინ მომხდარი ამბავი, როდესაც ვაშინგტონმა ასე უნდა თქვა განიხილა, რეალურად არც განუხილავს, მაგრამ ასე ვიტყვი, რომ განიხილა მეთქი და შეწყვიტა უკრაინის სამხედრო დახმარება 3 დღით, აღმოჩნდა რომ 3 დღით და უკრაინისათვის სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემა ასევე დაახლოებით 3 დღით. მერე კი მიუბრუნდა, მერე კი აღადგინა სამხედრო დახმარება, მაგრამ და სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემა, მაგრამ რეალურად ერთ-ერთი და არა ერთადერთი მიზეზი იმისა, რატომაც უკრაინამ პრაქტიკულად დაკარგა კურსკი, ანუ რუსეთის ტერიტორიაზე რომ იმყოფებოდა ის სივრცე, კურსკის ნაწილი, არის სწორედ შეერთებული შტატების, ვაშინგტონის და კონკრეტულად პრეზიდენტ ტრამპის ეს ფრიად საკრიტიკო არა, რბილად ვამბობ, საცერში გასატარებელი, ესეც რბილად ვამბობ, ამასაც რბილად ვამბობ, რეალურად ძალიან საკრიტიკო, ძალიან დასაგმობით უგნებავთ ასე ვიტყვი, გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, მე არ გამოვრიცხავ, რომ უკვე ხვალზე თვეში, ერთ თვეში, სამ თვეში არ ვიცი როდის, ტრამპს მოეპრიანოს და კიდევ ერთხელ შეუწყვიტოს უკრაინას სამხედრო დახმარება, თუ რა არ მოეწონება შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტს. ან შეუწყვიტოს სამხედრო დახმარებასთან ერთად სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება, რაც უკრაინას კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში რასაკვირველია ჩააგდებს, მით უფრო ახლა, დღევანდელ დღეს, ამ პერიოდში, ვიდრე ევროპა გადაიარაღდება, ვიდრე ევროპა გააძლიერებს საკუთარ თავდაცვის შესაძლებლობებს, ვიდრე ევროპა 100%-ით არ ჩაერთმება ამ ომში და მისი სამშვიდობო ძალები არ გავლენ, არ შევლენ უკრაინაში და არ გააკონტროლებენ ამ ცეცხლის ხაზს. მისი უფლება სხვათა შორის რასაკვირველია მათ აქვთ და კარგი იქნება თუ ამას გააკეთებენ. აქვე ვიტყვი, რომ რუსის სამხედრო ბლოგერები, რომლებიც რასაკვირველი არიან FSB-სთან შეკრულები, მადამოსულები არიან ამ ბოლო მოვლენების გათვალისწინებით მით უმეტეს და ამბობენ შემდეგ რაღაცას ერთი წამით, ზუსტად ერთი წამით. გიბოდიშებთ. ამბობენ შემდეგ რამეს, რომ ესე დავჭდე ჯობია. შევაერთე დატენვაზე ტელეფონით თურმე ჯდებოდა, რომ რუსეთი დაინტერესებული არა 5 რეგიონით, არა მხოლოდ 5 რეგიონით. ყირიმი, ლუხანსკი, დონეცკი, ხერსონი და ზაპოროჟიე, არამედ ვიზიტელი, თურმე, ანუ მას რუსეთს სურს უკრაინის მთელი შავი ზღვისპირეთის გაკონტროლება. ეხლა ესე ვიტყოდი, ბებია მაგათისამ მეთქი, მაგრამ ამ სიტყვას მოდი ავწდები და არ წარმოვთქვა. მე რასაკვირველია შორსავარ იმ აზრისაგან, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ყველაფერს დაუთმობს რუსეთს, მაგრამ ის ცნობა, ის ინფორმაცია, რომ თუნდაც ერთი ყირიმის დათმობას კი აპირებს ვაშინგტონი მოსკოვისათვის,
უკვე ძალიან სამწუხაროა, ძალიან დამაფიქრებელია და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ტრამპის ადმინისტრაციაც არ არის ბოლომდე პროუკრაინული, უკრაინის მომხრე ბოლომდე. როდესაც ვამბობ ტრამპის ადმინისტრაციაც მეთქი, გულისხმობ პირველ ყოვლისა ბაიდენის ადმინისტრაციის პოსტანში ვაგდებ კენჭებსა თუ ქვებს, იმიტომ რომ ისიც მიუხედავად ხმამაღალი განცხადებებისა ვარშავაში, უშუალოდ კიევში, ვილნიუსში, ბრიუსელში, ვაშინგტონში, სხვა ქალაქებში, სხვა ქვეყნებში, ტრამპის კი არა, ბაიდენის ადმინისტრაციაც არ იყო ადეკვატური ბოლომდე, ეს უნდა ვაღიაროთ. სხვა თუ არაფერი ჩვენ უნდა გაგვახსენდეს 61 მილიარდის გადაცემა, არ გადაცემასთან დაკავშირებული პერიპეტიები, საიდანაც სხვა შორის 53-ზე მეტი 44 მილიარდი დარჩა შეერთებულ შტატებში, 17 მილიარდი გადაეცა და უკრაინას ისიც ბოლომდე არ გადაუცია ბაიდენს. ესეც ვიცით, ჩვენ უნდა გაგვახსენდეს, რა საკვირველია ის, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია აურაცხელი რაოდენობის შეიარაღების მიწოდებას პირდებოდა ზელენსკის მთავრობას, მაგრამ მიზეზთა გამო, ამასთან სუბიექტურ მიზეზთა გამო არ მიაწოდა. რა საკვირველია ის 61 მილიარდის ამბავში ბოლომდე პასუხისმგებელი მხოლოდ ბაიდენის ადმინისტრაცია არ არის, ანუ თეთრი სახლი არ არის, იქ კონგრესის წვლილი დანაშაულიც ძალიან დიდია იმ კონგრესისა, რომელსაც დღევანდელის არ იყოს, აკონტროლებდა ტრამპი, იცით თქვენ რომ სპიკერი ჯონსონი არის ტრამპის უპირობო მხარდამჭერი და კონგრესში მარჯვენა ხელი. მაგრამ დღევანდელი ადმინისტრაცია სხვა კუთხით თუ სხვა რაკურსებით ასევე არ არის პროუკრაინული ბოლომდე. დიდი ისტორია, უამრავი ამბავი აქვს. სხვათა შორის ბევრი რო ფიქრობდა, მათ შორის მეც, იმას რომ ოვალურ კაბინეტში მომხდარი ინციდენტი იყო აბსოლუტური შემთხვევითობა, აგეთვით ტრამპაც აღიარა, რომ ეს ამბავი იყო ერთგვარად დაგეგმილი იმისთვის, რომ უკრაინაზე მოეხდინათ ზეწოლა და ანკესზე, ასე ვიტყვი, ასე უნდა ვთქვა, აბა სხვა როგორ უნდა ვთქვა, წამოაგეს პრეზიდენტი ზელენსკი. ბაიდენის ადმინისტრაციისაგან განსხვავებული რა საკვირველია არის ტრამპის ადმინისტრაცია, თუმცა აგე მეორე ინფორმაციაც გარდა ყველა სხვა ინფორმაციისა, ვრცელდება ინფორმაციაც იმის თაობაზე, რომ შეერთებული შტატები ტოვებს საერთაშორისო იმ ჯგუფს, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებებს იზიებს. რაც არ უნდა დატოვოს შეერთებულმა შტატებმა დანაშაული რჩება დანაშაულად. ეს არის ფაქტი. ინფორმაციას ამის თაობაზე ავრცელებს New York Times-ი. ამერიკამ თავისი გადაწყვეტილების შესახებ აცნობა უკვე ევროპელ პარტნიორებს. სამწუხარო ამბავია და კიდევ ერთი დამადასტურებელი, რომ ამერიკა ბოლომდე სიმართლის მხარეს ბოლომდე არ არის. უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულების სამართლებრივი დევნის საერთაშორისო ცენტრი ICPA რუსეთის გარდა ბელარუსის, ჩრდილოეთ კორეისა და ირანის პასუხისმგებლობის საკითხსაც იძიებს, ბარემ ესეც თქვა. ხო? ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, რომ პრაქტიკულად არანაირი პროგრესი არ არსებობს და შეერთებული შტატები ძალიან იშვიათად ახსენებს, კი არა პრაქტიკულად არ ახსენებს, რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების უკრაინაში დაბრუნების აუცილებლობაზე არ საუბრობს. არადა ეს ერთ-ერთი საკვანძო ამბავია. იმისთვის, რომ დენაციფიკაცია რუსეთის გაგებით პუტინის წარმოდგენით მომხდარიყო, რუსებმა მოიტაცეს ომის საწყის ეტაპზე უკრაინელი ბავშვები და გადაასახლეს მათი უმრავლესობა ურალს იქით. ანუ მოსწყვიტეს მშობლებს, მოსწყვიტეს ოჯახებს, წარმოიდგინეთ რამდენად სერიოზული დანაშაული ჩაიდინეს და პუტინმა ისიც კი თქვა ერთხელ ან ორჯერ, რომ დნმ უნდა შეეცვალოთ ამ ბავშვებს, ისინი რუსებად უნდა ჩამოყალიბდნენ, იმიტომ რომ თავის მხრივ უკრაინა ხომ ისტორიული რუსული მიწაა და რუსული სახელმწიფოა და იქ თავისი ისტორიული წიაღსვლები,
თავის ისტორიული ბრჭყალებში ლოგიკები განავითარა. რატომ გიამბობთ ამ ყველაფერს და მათ შორის იმიტომაც რომ უკრაინასა და არ უნდა გამოვრიცხოთ რომ უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის შავი კატა როგორც ასეთი კიდევ გაირბეც. დიახ, ახლა თითქოს ყველაფერი დალაგებულია დროებით, მაინც ესე ვიტყვი. თითქოს უკრაინამ უკლებლივ ყველა ბოლო პოლიტიკური, გეოპოლიტიკური ნაბიჯი გადადგა სწორად რასაკვირველია სტარმერის, მაკრონის ძალისხმევით, მეოხებით, კონსულტაციების შედეგად ზელენსკი იყო ამერიკული გაგებითაც კი ადეკვატური და ბურთი გადავარდა მოსკოვის ველზე, მოსკოვის მოედანზე, მაგრამ უკვე შემდგომ, როდესაც რეალური მოლაპარაკებები დაიწყება და დაიწყება, ადრე თუ გვიან დაიწყება, პუტინი წამოაყენებს იმგვარ მოთხოვნებს, რომელთა შესახებაც ჩვენ ვიცით, პრაქტიკულად ყველაფერი ვიცით, აგე რუსი ბლოგერები იმასაც ამბობენ, რომ შავ ზღვაზეც გვექნება პრეტენზია, ანუ ოდესაზე და სხვა დასახლებულ ტერიტორიებზეო, უკრაინა მთლიანად მხოლოდ სახმელეთო, მხოლოდ ხმელეთის სახელმწიფო უნდა იქხოსო და ჩვენ უნდა გავაკონტროლოთ ყველაფერიო და პუტინმა არ გამორიცხოთ, რომ ესეც კი უთხრას ტრამპს თუ დღევანდელ საუბარში, თუ უკვე შემდგომ საუბრებში და არ ვიცით როგორ იქნება ტრამპი, რომელიც მოსაწონი ბევრი მიზეზის გამო რასაკვირველია არ არის. და კატამ შეიძლება გაირბინოს უკრაინასა და არ გამორიცხოთ შეერთებულ შტატებს შორისაც. ამასობაში ევროპა რასაკვირველია ადეკვატურია, თუმცა მოდი ვიყოთ გულახდილნი, შუბი ხალთაში არ დავმალოთ, ევროპასაც ძალიან უჭირს არა გადაწყვეტილებების მიღება, არა, აქ ცალსახაა გადაწყვეტილება, მაგრამ ამ ხელა რესურსების მოძიება, როდესაც გამოგეცლება საყრდენი ისეთი ძლიერი პარტნიორის სახით, როგორიც არის შეერთებული შტატები, ესეთი ძლიერი პარტნიორი გამოგეცლება, შენ 5-ჯერ, 7-ჯერ, 17-ჯერ მეტ ძალისხმევას უნდა მიმართო იმისთვის, რომ შენი უსაფრთხოება უზრუნველყო მთლიანად და ამასთან გარდა ამისა დაიცვა ევროპის აღმოსავლეთ ფლანგი, გულისხმობ უკრაინასაც და არა მხოლოდ უკრაინასაც, პოლონეთს, ბალტიის სახელმწიფოებს, რომლებზეც რუსეთი რასაკვირველია მიიტანს იერიშს, როგორც კი ის მოძლიერდება და რუსეთი ბევრი ამბობს, რომ ძლიერი სახელმწიფოა, რასაკვირველია ძლიერი სახელმწიფოა, რასაკვირველია ჯერაც აქვს მას არა აურაცხელი, მაგრამ დიდი რესურსი იმისთვის, რომ ომი გაწელოს, პროცესები გაწელოს და სხვა თუ არაფერი. რუსეთი არის ბირთვული სახელმწიფო, რომლის შლეგი ლიდერიც, რომელიღაც არამშვენიერ დღეს წავა შესაძლოა წავიდეს იმაზეც, რომ დააჭიროს ბირთვული ბომბის გაშვების ღილაკს თითი, პალეც, მაგრამ მეორე მხრივ რუსეთი რასაკვირველია შეუდარებლად დასუსტებული სახელმწიფოა 2022 წლის თებერვლის 24-დან მას 3-4-6 დღეში უნდა მომთავრება უკრაინის ამბისა, რომ მერე სხვა ტერიტორიებისათვის ჰიბრიდულად თუ კონვენციურად შეეტია ყაზახეთისთვის, საქართველოსთვის, მოლდოვასათვის და ასე შემდეგ და გაეჭხირა ხელში უკრაინა აგე 3 წელზე მეტი ხანია. ამასობაში გულხელდაკრეფილნი, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია ალბათ, გულხელდაკრეფილნი არ არიან არც უკრაინელები და ისინი ცხადია დასავლელი პარტნიორების დახმარებით ანვითარებენ იმგვარ მაღალ ტექნოლოგიურ თანამედროვე იარაღს, რომელმაც შეიძლება თუ გადამწყვეტი არა მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ამ ომის დინამიკაში. ანუ იმ შემთხვევაშიც კი თუ სადაზვერო ინფორმაციას შეუწყვეტს შეერთებული შტატები დახმარებას სამხედრო, ევროპა მოასწრებს, მაგრამ არც თუ ბოლომდე უკრაინის შეიარაღებას. რუსეთს მიეცემა დიდი გული. უკრაინა არ შეწყვეტს წინააღმდეგობას იმ დროის, არა მარტო არამედ ვერ შეწყვეტს წინააღმდეგობას, თუ ეტყვიან, რომ 5 რეგიონი ეხლა რუსეთს უნდა დაუთმო და დამატებით შავი ზღვის ქალაქის ოდესაც და სხვა დასახლებული სივრცეებიც უნდა მიაყოლო. ბუნებრივია, უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის შავი კატა გაირბენს კიდევ ერთხელ და
და უკრაინა უკვე საბოლოოდ იტყვის, რომ ჩვენ გადავდივართ ჩვენი ძალებით თავდაცვაზე, ხო? და აი მისი ძალებით თავდაცვისათვის და თავდასხმისათვის მას დასჭირდება ის მაღალტექნოლოგიური იარაღი, რომელსაც ის ქმნის. ზელენსკის განცხადებით, წარმატებით დასრულდა შორი რადიუსის უკრაინული დრონის გამოცდა. დრონის ხაზს უსვავ, რომელიც შედარებით ვიდეფთოსანი რაკეტა შედარებით ნელა მიფრინავს, მაგრამ გაგიკვირდებათ და აი ეს უკვე გამოცდა გავლილი უკრაინული დრონი მიფრინავს 3000 კილომეტრზე. საწყისწერტილად ავიღოთ კიევი, გადავზომოთ და ვთქვათ, რომ ამ შემთხვევაში მოსკოვიც კი ძალიან ახლოს არის, ანუ 3000 კილომეტრში ექცევა. ზელენსკი ასევე ამბობს, ფრთოსან რაკეტებზე რა გაიფთქვი ორი სიტყვა, რომ უკრაინამ წარმატებით დაასრულა უკრაინული ფრთოსანი რაკეტის სახელწოდებით გრძელი ნეპტუნის საბრძოლო გამოცდა. მისი მოქმედების რადიუსი არის 1000 კილომეტრი გაგიკვირდებათ და ამ შემთხვევაშიც კი მოსკოვი ამ რადიუსში შიგნით მოექცევა. ზელენსკი ამბობს, რომ ეხლა ძალიან მნიშვნელოვანია ამ შეერაღების სერიული წარმოება. შარშან უკრაინა აცხადებდა, რომ გეგმავს 2000 გრძელი ნეპტუნის წარმოებას. თუ ეს რეალისტურია, გავანახევროთ თუ გნებავთ. თუ 1000 გრძელ ნეპტუნს მაინც აწარმოებს, რომლის რადიუსი საკითხით არის 1000 კილომეტრი, ამ გრძელ ნეპტუნს შეუძლია რეალურად გარკვეული გარდატეხის შეტანა ამ ფრთოსან რაკეტას ამ ომის მიმდინარეობაში. შედარებისათვის, აი ახლა ვკითხულობ, რუსეთის მიერ ყველაზე ფართოდ გამოყენებული თუ გამოყენებადი ფრთოსანი რაკეტა ხ-101 და რუსეთი ჯამში აწარმოებს სულ რაღაც 600 წალს, სულ რაღაც 600 წალი, 600 კი არ არის ცოტა, მაგრამ თუ გრძელი ნეპტუნი იქნება 1000 წალი და უკრაინელები ამბობენ, რომ საერთოდ 2000 მოვერებითო, მნიშვნელოვანი უპირატესობას მიიღებენ უკრაინელები ამ თავდასხმით თუ გნებავთ ესე ვიტყვი იარაღში. ნეპტუნი არის მათ შორის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა. ის შექმნილია საბჭოთა ფრთოსანი რაკეტა ხ-35-ის ბაზაზე. ნეპტუნის გაშვება შეიძლება როგორც სახმელეთო კომპლექსებიდან, ანუ ხმელეთიდან, ასევე თვითმფრინავიდან და ხომალდიდანაც კი. ნეპტუნის დადასტურებული მოქმედების მანძილი 280 კილომეტრია. სწორედ ორმა ნეპტუნმა ჩაძირა თავის დროზე შავი ზღვის ფლაგმანი კრეისერი მოსკვა. უკრაინელებმა მოახდინეს საზღვაო ნეპტუნის, ანუ ამის, რაზეც ახლა ვისაუბრე, მოდერნიზება სახმელეთო საბიზნესებისათვის. ახლა კი შექმნეს ეგრეთ წოდებული გრძელი ნეპტუნი, ანუ ნეპტუნის ბაზაზე, რომლის მოქმედების მანძილიც 1000 კილომეტრია. აქ ეხა ბევრი რამის თქმა შეიძლება კიდევ, მაგრამ რატო ვამბობ ამას? დიახ, უკრაინას უჭირს და ამერიკელების მიერ ამ ომის პროცესიდან შესაძლო და თუ გნებავთ ესე ვიტყვი, ალბათ უფრო გარდაუვალი გასვლის შემთხვევაში უკრაინას კიდევ და მეტად გაუჭირდება, მაგრამ უკრაინამ როგორმე უნდა გაუძლოს პირველი წინა ბლოკში თქვი ამგვარი ტრამპის ამგვარ პოლიტიკას. რას ნიშნავს ეს? არ გამორიცხოთ, რომ 2026 წელს ტრამპი სხვა რეალობას თუ შეხედავს ბრძოლის ველზე, გადასხვაფერდეს. საერთოდ ტრამპს ეს პოზიციების ხშირი ცვალებადობა ახასიათებს კანადის მაგალითი, ტარიფების დაწესების მაგალითი კანადისათვის ამის ნათელი თვალსაჩინოება. მეორე, თუ ტრამპი არ გადასხვაფერდება 2028 წლის ნოემბრამდე, აუცილებლად ან მაღალი ალბათობით მოვა მისგან დიამეტრალურად განსხვავებული პოლიტიკოსი. არა, ბევრი კი იტყვის, რომ ტრამპის პოზიციის და პოლიტიკის გამგრძელებელი JD Vance მოვა, ან საერთოდ ელონ მასკიო, მაგრამ პერსონალურად მე ჯერა და სხვა ვერცერთ სიტყვას ვერ ვიხმარ, რომ შეერთებული შტატების ხელისუფლებაში 29 წლის ნოემბრის, კი არა, იანვრის 20-ში
აოვალურ კაბინეტში შევა გაცილებით ადეკვატური უკრაინის კონტექსტში, ან მსოფლიო კონტექსტში პოლიტიკოსი ახალგაზრდა ღირებულებებით და არა გარიგება ვაჭრობის თემაზე და მხარებულ და ფუძნებულ ამის წინწამომწევი პრეზიდენტი ტრამპისაგან განსხვავებული ანუ უკრაინას მოუწევს, მოდი ასე ვიტყვი, ძალიან რთული იქნება, მაგრამ უკრაინელებისათვის ევროპელების დახმარების გათვალისწინებით შესაძლებელია უკრაინას მოუწევს გაძლება 2028 წლამდე. იმ შემთხვევაში თუ უკრაინა აგრძელებს წინააღმდეგობას და მე არა მაქვს არანაირი საფუძველი ვთქვა, რომ უკრაინა წინააღმდეგობას არ გააგრძელებს, იმ შემთხვევაშიც კი თუ შავი კატა გაირბენს ზელენსკისა და ტრამპს შორის. ახლა თუ პირდაპირ მნიშვნელობით შეერთებული შტატები დაბომბავს კიევს, ამ შემთხვევაში უკრაინა დამარცხებულია. სხვა არანაირი შანსი იმისა, რომ უკრაინა დამარცხდეს ამ ომში, მე არ ვამბობ, რომ გაიმარჯვებს მეთქი 28 წლამდე, დიახ, ამას ვამბობდი, 23 წელს სხვაგორად რო ემოქმედა 2023 წელს პრეზიდენტ ბაიდენს და მის ადმინისტრაციას, ჩემი აზრით უკვე გამარჯვებული იქნებოდა უკრაინა, მაგრამ შესაძლოა ვწდები, მე თვითონ ვეყრდნობი გარკვეულ სამხედრო ექსპერტებს და გარკვეულ ანალისტს, ანალიტიკას, გავარებოთ ეხლა თავი. ახლა მოდი შედარებით მოკრძალებულად შევაფასებ. 28 წლამდე უკრაინა ვერ გაიმარჯვებს, მაგრამ თავარია გაძლოს. 28 წელი სხვადასხვა სხვა კუთხითაც არის საინტერესო, თუ გნებავთ ჩავხედოთ. ზუსტად რომ გითხრათ, 52 წელს არის 17 ოქტომბერს არის დაბადებული დარვა, ბოდიში. $76 წლის იქნება იმ ხანად პრეზიდენტი პუტინი. უბრალოდ მაგალითისთვის გეტყვით, რომ გვარიანად ბებერი რომ გვეგონა ჩვენ და ეხლა ჩავხედავ ზუსტად ბრეჟნევი ლეონიდ ილიჩ ბრეჟნევი, რომელიც გარდაიცვალა 1982 წელს, დაბადებული იყო წელს და 75 წლის იყო ის მოფამფალებული კაცი. აი, პუტინი 1 წლით უფროსი იქნება 2028 წელს. მე არ ვამბობ, რომ პუტინი მაინც და მაინც 28 წელს მიდის, ისი თქვენ რომ მას უნდა პრეზიდენტად დარჩენა 2036 წლამდე და შერჩევა ღირსეული გაგებით მემკვიდრისა, მაგრამ თავად რუსეთი გაძლებს კი ასეთ ინტენსივობაში და ყოველ მეორე დღეს რომ იბომბება მისი დედაქალაქი ან თვით პეტერბურგიც კი, ანუ უფრო შორს არის პეტერბურგი, იცით თქვენ უკრაინის საზღვრიდან ან კიევიდან, გაძლებს თუ არა მორღვეული ეკონომიკის პირობებში რუსეთის ლიდერი 28 წლამდე და მithumenes 36 წლამდე. დიახ, შავი კატა გადაირბენს მაღალი ალბათობით შტატებსა და უკრაინას შორის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინა აპრიორი მარცხდება 28 წლამდე და უკრაინის არ დამარცხების ნათელი დასტური იქ რუსეთს უნდა ხო ეს რომ დამარცხდეს, მაგრამ და უნდა კიდევ იმიტომ ისე, რომ უკრაინის თავზე უკრაინული დროშის პარალელურად ან ეს პარალელური დროშა საერთოდ დაშვებული იყოს, უკრაინული დროშა აღიმართოს კიევის თავზე რუსეთის სამფერა დროშა. ეს იქნება პუტინის უდიდესი გამარჯვება მისეული წარმოდგენით და ობიექტურადაც. მაგრამ ეს არ მოხდება. მე ესე უნდა დავასათაურო, უკრაინული დრონები და ფრთოსანი რაკეტები მოსკოვშიც ჩამოვარდება ან მოსკოვსაც შეუტევენ უკრაინული დრონებით და ფრთოსანი რაკეტებით მოსკოვი ცეცხლის ალში გარწმუნებთ რომ გაეხვევა. დამოუკიდებლად იმისა, რა პოზიცია იქნება იმასთან დაკავშირებით პრეზიდენტს
შეერთებული შტატების პრეზიდენტს პუტინმა ინერვიულოს უფრო მეგობრებო და არა უკრაინელმა ხალხმა, რომელსაც უჭირს, მაგრამ რომელიც გამარჯვებისთვის განწირული არა სწორი სიტყვა, მაგრამ გამარჯვებისთვის დაბადებულია. ჩვენი არ იყოს სხვათა შორის